13 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დიდებულ და ყოვლადქებულ 12 მოციქულს მოიხსენიებს. ეს დღე განსაკუთრებული სიხარულით აღინიშნა წმინდანების სახელზე აგებულ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში. სადღესასწაულო წირვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაღავლინა. თანამსახურებდნენ წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მიტროპოლიტმა შიომ მრევლს დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევა გადასცა. მიტროპოლიტმა შიომ დღევანდელ ქადაგებაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დღესვე დაილოცა საქველმოქმედო ორგანიზაცია გზა უფლისაკენ, ხელმძღვანელი ოთარ ხონელი. მეუფე შიომ მას ორგანიზაციის დაარსების 25 წლის თავი მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა მაღალ ყოვლადუსამღმრელო ესნო და ყოვლადუსამღმრელო ესნო, მეუფენო, ძვირფასო მამებო, დედებო, ძმებო და დებო, გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა კურთხევას. დღეს არის აი ამ წმინდა ტაძრის დღესასწაული, ვინაიდან ის აგებულია 12 მოციქულის სახელზე. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ, რაოდენ მადლიერები უნდა ვიყოთ წმინდა მოციქულების, იმისთვის რომ გვწამს უფალი იესო ქრისტე, რომ შეგვიძლია მას ლოცვით მივმართოთ, რომ ქრისტესნი ვართ. და შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ცოცხლები რომ ვართ, ეს მოციქულთა ღვაწლის დამსახურებაა. რადგან ქრისტიანობის მიღებამ და მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულებამ ჩვენი ერი გადაარჩინა და მოიყვანა დღემდე, გადაარჩინა ფიზიკურათაც და სულიერათაც. ქრისტეს მოწაფეებმა სამოციქულო ღვაწლი აღასრულეს თავიანთი სიცოცხლის ფასად. თავდაპირველად, როდესაც ისინი იერუსალიმში ქადაგებდნენ, მათ დევნიდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ, ყველანაირად ტანჯავდნენ და აწამებდნენ. შემდეგ, როდესაც ისინი საქადაგებლად წავიდნენ შორეულ ქვეყნებში, მიდიოდნენ უდაბნოებში, მიცურავდნენ ზღვებზე და როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული კორინთელებს, მათ უწევდათ უამრავი გაჭირვების და განსაცდელის გადატანა. იგი წერს, ჩამოთვლის აი ამ განსაცდელებს. განსაცდელი დინარეებზე, განსაცდელი ზღვაში, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ავაზაკებისგან, განსაცდელი წარმართებისგან, განსაცდელი თვის ტომთაგან, განსაცდელი ცრუ ძმებისგან, შრომით და რუდუნებით, ხშირად ღამის თევით, უძილობით, შიმშილით, წყურვილით, სიშიშვლით და სიცივით. აი როგორ სიტყვებს ამბობს მოციქული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ყველაფერ ამას იტანდნენ და ხარობდნენ. რადგან მათი გულები იმდენად სავსე იყო სიყვარულით და სიბრალულით ყველასადმი, მათ არ შეეძლოთ ეს ქრისტეს მიერი სიხარული მათთვის მხოლოდ თავიანთვის დაეტოვებინათ. მათ უნდა გაეზიარებინათ ეს სხვებისთვის და გადაეცათ. და მათ იცოდნენ, რომ ეს დროებითი შრომა და გაჭირვება დიდ საზღაურს და გვირგვინებს მოუტანს მათ. და როგორც იცით, არც ერთი მათგანი არ გარდაცვლილა თავისი სიკვდილით. ყველა მოწამეობრივად აღესრულა გარდა წმინდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველისა.
ისინი ან ჯვარს აცვეს, ან თავი მოკვეთეს მათ, ან სხვაგვარად აწამეს. და აი ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღესასწაული მოწოდებაა ჩვენთვის, რომ მივბაძოთ მოციქულებს ქრისტეს სიყვარულში და ერთგულებაში. უფალი ხომ მეც არაფერს არ მოითხოვს ჩვენგან. გარდა მისდამი მთელი გულით სიყვარულისა და ერთგულებისა და მცნებების დაცვისა. და ვისაც უფალი უყვარს, ის მის მცნებებსაც იცავს. რადგან როცა შენ ვინმე გიყვარს, ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ მისგანაც დაიმსახურო სიყვარული. და აი წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს ესეთ შესანიშნავ სიტყვებს, რომ ჯეროვნად გიყვარდეს იესო ქრისტე, ჯეროვნად გიყვარდეს. ეს არის სასუფეველი ცათა და ეს არის ნეტარება. და ამაშია ურიცხვი სიკეთე. და თუ ჩვენ გვინდა რომ სიყვარული უფლისადმი იყოს გულწრფელი, მაშინ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მოყვასიც. როგორც ამბობს უფალი, რომ აი ამ ორ მცნებას ეფუძნება მთელი რჯული და წინასწარ მეტყველნი. ანუ ღვთისადმი სიყვარულს და მოყვასის სიყვარულს. ვისაც ეს ამაშია ყველაზე დიდი სათნოება. და ვისაც უყვარს ღმერთი, ის რა თქმა უნდა არ შეურაცხყოფს თავის მოყვას, არამედ სიკეთეს უკეთებს მას. რადგან ახსოვს მაცხოვრის სიტყვები, რომ რაც გაუკეთეთ ერთ აი ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, ის მე გამიკეთეთ. მაშასადამე აი ღვთის სიყვარულთან დაკავშირებულია მოყვასის სიყვარული. და ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ მოყვასისთვის გაკეთებულ სიკეთეს ღმერთი მიიჩნევს როგორც მისდამი გაკეთებულს. და ამიტომ ასეთი ადამიანი უხვად ავლენს გულმოწყალებას და გლახაკს კი არ ხედავს თავის წინაშე, ვისაც უნდა დაეხმაროს, არამედ იესო ქრისტეს სიდიადეს ხედავს, რომელიც ვიმეორებს ხვისთვის გაკეთებულ სიკეთეს, გვითვლის როგორც მისთვის გაკეთებულ სიკეთეს. და აი ქრისტიანული ცხოვრების მიზანიც ხომ სწორედ ამაშია, რომ არ გაგვინელდეს სიყვარული. და ამისთვის ყოველთვის უნდა ვევედრებოდეთ უფალს და ვცდილობდეთ გავაძლიეროთ ჩვენში სიყვარული ღვთისა, სიყვარული მოყვასისა. თუ გვინდა რომ ჩვენ შევძლოთ ქრისტიანული ცხოვრება და შევასრულოთ ის დიდი მისია, რომელსაც გვაკისრებს ჩვენ სამოციქულო მემკვიდრეობა. აი ძვირფასო ძმებო და დებო, ეს იქნება საუკეთესო პასუხი სამოციქულო ეკლესიის მოწოდებისა, რომელიც განსაკუთრებით ძლიერად ისმის დღეს, როცა ჩვენ აღვასრულებთ 12 მოციქულის ხსენებას. მე მინდა განსაკუთრებით დღეს დიდი სიყვარულით მიულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს, რომლის მოღვაწეობაც არის ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოში სამოციქულო მემკვიდრეობა გრძელდება. ვუსურვო მას ჯანმრთელობა, ღეგრძელობა და მადლობა ვუთხრა მისი დიდი ღვაწლისთვის, რომელსაც იგი ჭეშმარიტად სამოციქულო მოშურნეობით აღასრულებს. კიდევ ერთხელ გილოცავ ძვირფასო ძმებო და დებო, 12 მოციქულის ხსენებას, სვეტი ცხოვრობას ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, გაგახაროთ, მოციქულთა ლოცვით, სვეტი ცხოვრის საუფლო კვართის და წმინდა სვეტი ცხოვრის მადლით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო. ამინ. დღეს ჩვენთან ბრძანდება სამხელმოქმედო ორგანიზაციის გზა უფლისაკენ ხელმძღვანელი ბატონი ოთარ ხონელი. ამ ორგანიზაციას დღევანდელ დღეს შეუსრულდა 25 წელი და მინდა დაგლოცოთ, მოგილოცოთ თქვენმა ორგანიზაციამ ძალიან ბევრი სამხელმოქმედო საქმე აღასრულა აი ამ 25 წელიწადში და ღვთის შეწევნა გქონდეთ აი ამ საღვთო საქმეში და კიდევ მრავალი სიკეთე გაგეკეთებინოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.
ჩვენთან არს ღმერთი. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში იმყოფებოდნენ წმინდა ნინოს გზის მსვლელობის მონაწილეები. სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე მსვლელობის მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყველა მონაწილეს სპეციალური სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ 42 დღიანი ლოცვითი მსვლელობა წმინდა ნინოს გზაზე 1 ივნისს მოციქულთა სწორის წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღეს ჯავახეთიდან ფარავნის ტბიდან დაიწყო და დღეს დასრულდა. მაღალ ყოვლადუსამდელოესო, მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას. დღეს ტრადიციისამებრ ჩვენთან მოვიდნენ წმინდა ნინოს გზის მომლოცველები, რომლებსაც გადაეცემათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის დალოცვის სიგელები. კიდევ ერთხელ ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ და მადლობა თქვენი ღვაწლისთვის. გაიხარეთ. სახელითა მამისათა, დაცისათა და სულისა წმინდისათა. ქართველთა განმანათლებელო, წმინდაო, დედაო ნინო, სვეტო ნათლისაო, წვარო ღრუბლისაო, მძდელო სულისაო, მომნიჭებელო სიხარულისაო, გევედრებით დალოცე, განაძლიერე და დაიფარე ღვთისმკურთხეული ერი შენი, სრულიად საქართველო, ეკლესია ჩვენი, და რომელმან ლოცვით განლო გზა შენი ფარავნიდან ვიდრე მცხეთამდე. ვიქცენ ჩვენ დედაო, ხილულ და უხილავ მტერთაგან. განამტკიცენ ჩვენში მართლმადიდებელი ჭეშმარიტი სარწმუნოება, სასოება და სიყვარული, რათა ვიყოთ ცხოვანი ღვთისა და უფალი იყოს წყემსი ჩვენი. მცხეთა 2025 წელი, ილია მეორე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ევალი ღვთისა იღუმენია ნინო. უჯვაშო. ევალი ღვთისა მარიამ ხმალაძე. დღეს დასრულდა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ნინოს გზაზე, რომელიც 1999 წლიდან იმართება უწმინდესი და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. თავად პატრიარქი ჩავძანდა პირველად სამცხე-ჯავახეთში, იმოგზაურა და ამის შემდეგ მან ჩაუყარა საფუძველი, რომ ყოველწლიურად მომლოცველებმა გაიარონ ის გზა, ცხადია დაახლოებით ის გზა, რაც გაიარა წმინდა ნინომ. ეს იწყება ჯავახეთიდან, სოფელ ფოკიდან, ფარავნის ტბიდან, სადაც ღამე გაათია წმინდა ნინომ. იწყება 1 ივნისს საზეიმოდ აღევლინება წირვა ღიაცის ქვეშ და აი აქედან მოყოლებული მომლოცველები 40 დღეზე მეტი მოგზაურობენ და გაივლიან სხვადასხვა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებს და ჩამოდიან სვეტიცხოველში. წელს 90-მდე მონაწილე იყო ამ გზაზე და დღეს აი წირვის დაწყების წინ ისინი დაჯილდოვდნენ სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით. მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ მოგზაურობაში მონაწილეობენ ახალგაზრდებიც, პატარა ბავშვებიც, უფროსი თაობაც და სასიხარულოა, რომ უკვე ტრადიცია წლებია, სადაც ჩადიან დიდი სიხარულით ელოდებიან და ღებულობენ სხვადასხვა ქალაქებში, სოფლებში, სადაც მასმიძლობენ და ყოველდღიურად სხვადასხვა ქალაქში თუ სოფლებში უწევთ ღამის გათევა. ყველას გილოცავთ პეტრე-პავლოვის დღესასწაულს და სვეტიცხოვლობის დღესასწაულს. ყველას გილოცავთ სვეტიცხოვლობას. მე ვარ წმინდა ნინოს გზის მონაწილე, 2019 წლიდან დავდივარ, მაგრამ ბოლო 2 წელია თითქმის სრულიად ვიარე. ვიწყებთ ფარავნის ტბიდან და გუშინ ჩამოვედით მცხეთაში, სვეტიცხოველში და ვესწარით ლოცვას და დღეს უკვე დამთავრდა წმინდა ნინოს გზა. მე წელს გვიან შემოვერთდი გზას. მეორე წელია რაც დავდივარ. ძალიან საინტერესო არის ჩემთვის და გილოცავ დღევანდელ დღეს სვეტიცხოვლობას. ყველას ვილოცავ. წმინდა ნინოს გზაზე პირველად ვიღებ მონაწილეობას. დავიწყეთ მსვლელობა 1 ივნისს ნინოობას და ეს მსვლელობა მიმდინარეობს 42 დღის განმავლობაში. 12 ივლისს უკვე შემოვბრძანდებით და ვასრულებთ ჩვენ მსვლელობას. 13 ივლისს უკვე არის ჩვენ დაჯილდოება. ალბათ ყველა ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ მსვლელობაში. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო და საერო პირები სრულიად საქართველოს დღესასწაულს ულოცავდნენ და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობდნენ. სრულიად საქართველოს ულოცავ სვეტიცხოვლობას. დღეს არის 12 მოციქულის დღესასწაული და ჩვენმა წინაპრებმა ეს ტაძარი 12 მოციქულის სახელზე ააშენეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა იმის განცდა, რომ ღვთისმშობლის წინხედრი ერი
მის უმთავრესი მისია არის მოციქულება, რომ მან არა მარტო თვითონ უნდა მოიპოვოს ცხონება, არამედ უნდა იზრუნოს მთელი მსოფლიოსათვის, ყველა ადამიანისათვის. და აი ეს ამ ზრუნვამ განსაზღვრა ჩვენი ერის თვითყოფადობა. დღესაც ქართველი ერი მზად არის იზრუნოს ყველაზე ვინც არ არის ჭეშმარიტ სარწმუნოებაში და ეს არის მისია ქართველი ერის. გილოცავთ წმინდა 12 მოციქულთა ხსენებას. დიდი არის მათი ღვაწლი მთელ მსოფლიოში იქადაგეს და საოცარია ის შრომა, რაც გასწიეს რამე თუ მოყოლებული მონღოლეთის სტეპებიდან დასრულებული ბრიტანეთით და მოყოლებული ევროპიდან დასრულებული ცენტრალური აფრიკით მათი ქადაგების ხმა ყველგან გაისმა და მრავალი ადამიანი ქრისტეს ჭეშმარიტებას აზიარა. წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია დგას მოციქულთა მემკვიდრეობაზე და ღვთის მადლით და წყალობით ჩვენი სამშობლო საქართველოც არის მოციქულთა მიერ მომუშაკებებული. წმინდა ანდრია, სიმონ კანალელის, მატათას მიერ და ასევე გარდამოცემით ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში იქადაგეს ინდოეთში და სპარსეთში გზად მიმავალმა მოციქულებმა ბართლომემ და თომამ. ასე რომ დღეს ვზეიმობთ მათ ხსენებას, მადლობას მომახსენებთ და აღვავლენ დიდებას წმინდა მოციქულთა მიმართებაში. მრავალს დაესწარით, შეგეწიოთ წმინდა მოციქულთა მეოხება წინაშე ქრისტესი. ამინ. გილოცავთ სვეტიცხოვლობას მცხეთიდან, რომელიც არის სულიერი დედაქალაქი საქართველოსი. სვეტიცხოვლიდან, რომელიც არის ერთიანობის სიმბოლო, სადაც არის კვართი დასვენებული და დღეს 12 მოციქულის ხსენების დღეს აქ შეკრებილი არიან მღვდელმთავრები, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე და პირველ რიგში ულოცავთ მის უწმინდესობას. დღევანდელ დღეს უსურვებ ჯანმრთელობას, მთელს ერს ულოცავთ დღევანდელ დღეს, შეგვეციოს მოციქულების მადლი. გილოცავთ სვეტიცხოვლობას. დღეს გახლავთ 12 მოციქულის ხსენების დღე და სწორედ 12 მოციქულის სახელობის გახლავთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი. ეს მნიშვნელოვანი მომენტი არის, რადგანაც მოციქულთა ღვაწლი ეს არის საფუძველი ჩვენი ეკლესიის დაარსებისა და სწორედ აქედან გამომდინარე სვეტიცხოველი როგორც საფუძველი და დედა ეკლესიის საქართველოსი გახლავთ სწორედ მისი სახელობის, მოციქულთა სახელობის. და დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას, რომ ეს არის გაგრძელება გუშინდელი დიდი დღესასწაულისა, პეტრე პავლობის დღესასწაულისა და ამას სიხარულით აღვნიშნოთ და ულოცავთ სრულიად საქართველოს და ყოველ მართლმადიდებელ ქრისტიანს. მოციქულთა დღესასწაულს ულოცავთ მის უწმინდესობას და უნეტარესობას სრულიად საქართველოს და ყველა მართლმადიდებელს. დიდება და მადლობა უფალს ჩვენ ჩამოვედით შემოქმედის ეპარქიიდან, ერკეთის მონასტრიდან და დავესწარით ამ დიდებულ წირვას სვეტიცხოვლის ტაძარში, რომელიც აგებულია მოციქულთა სახელზე. მოციქულთა მადლი, მეოხება და მფარველობა არ მოკლებოდეს ჩვენ სერს, სრულიად საქართველოს და მთელ კაცობრიობას. ამინ. ულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღესასწაულს, როგორც მოგეხსენებათ, სვეტიცხოველი გახლავთ 12 მოციქულის სახელობის. დღეს არის ამ მოციქულების ხსენება. ულოცავ სრულიად საქართველოს, ჩვენს პატრიარქს და ღმერთმა ინებოს და ის დიდი სურვილი პატრიარქის საქართველოს გამთლიანების და გამწყინების მალე დამდგარიყოს. გილოცავთ ყველას. მოგესალმებით სვეტიცხოველი ორჯერ აღიხსნება სვეტიცხოვლობა, როგორც 13 ივლისს, ასევე 14 ოქტომბერს. დღეს ჩვენ 12 მოციქულის დღესასწაულს ჩვენ ერთმანეთს ულოცავთ, ერთმანეთს ვეხმარებით, თანადგომით, სიყვარულით, ურთიერთგაზიარებით და ეს არის იმის ნიშანი და იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით, როგორც 12 მოციქული იყო ერთგული ქრისტესი, ასევე ჩვენ ერთგული დედა ეკლესიისა, ადამიანისა, მეგობრობისა, დედა ეკლესიისა და წმინდა საქართველოსი. ყველას გილოცავთ, ამას დაესწარით, ეწოდეთ 12 მოციქულის ძალით თქვენ ოჯახებს და სულ საქართველოს. ულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს დღევანდელ დღესასწაულს, ყველა ადამიანს, ასევე მეუფე შიოსას, ყველა მლავარს დაესწროს და
გააბედნიეროს უფალმა. ვლოცავ სრულიად საქართველოს ამ უდიდეს დღესასწაულს, როგორც წესი აქ ხვდებით ხოლმე, ვგალობთ. მიულოცავ ჩვენს პატრიარქს, ვუსურვებ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და შეგვეწიოს ყველას მთელ საქართველოს ამ დღის მადლი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღის სწორედ ამ წმინდა ადგილას შეხვედრა, ვლოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს პატრიარქს. თითქმის ყოველი წელს ჩამოვდივარ ამ დღესასწაულზე, უდიდესი სიხარული. შეგვეწიოს 12 მოციქულის ლოცვა, ულოცავ სრულიად საქართველოს და ჩვენს უტკბილეს პატრიარქს ულოცავ და უსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. აღსანიშნავია, რომ საეკლესიო კალენდრის მიხედვით მაცხოვრის თითოეული მოწაფის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღეებია დაწესებული, თუმცა პეტრე პავლობის მომდევნო დღეს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.